მსვლელობა უკვე დაიწყო, როგორც ხედავთ, ჩემს უკან ახლა მოემართებიან ქალები, რომლებიც მარშს მართავენ. მსვლელობა დაიწყო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან და ახლა ჩვენ მივემართებით მთავარ დანიშნულების წერტილამდე, რომელიც არის საქართველოს პარლამენტი ტრადიციულად. აქ მე ახლა განახებთ კადრს, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ქალები, ქალთა მარში საქართველოსთვის, სწორედ ასე ქვია ამ მარშს და ახლა ქალები მოემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ და სკანდირებენ არჩევნები, ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ასევე გათავისუფლებას იმ პირების, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების დროს. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ არიან შეკრებილები სხვადასხვა ასაკის ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხედავთ ბანერებს, ჩემს უკანაც, რომელიც უჭირავთ აქ მოსულ ქალებს, ხედავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს და ქალები საუბრობენ იმაზე, რომ მათი ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ახლა და ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემაა დღემდე საქართველოში, სწორედ ქალებს აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ ისინი განაგრძობენ ბრძოლას და ახლა ჩვენ მოვყვებით ამ მსვლელობას. ჩვენ ოპერატორს ვთხოვ, რომ განახოთ აი კადრშიც თუ სად ვართ ახლა, ხედავთ, რომ ჩვენ ვართ უკვე რუსთაველზე და მოვუყვებით ამ მსვლელობას და საბოლოო დანიშნულების წერტილი, როგორც გითხარით, არის საქართველოს პარლამენტი. აქ ასევე ისმის შეძახილები, სკანდირებენ არჩევნები და ქალები ამბობენ, რომ ახლა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული მომავლისთვის იბრძოლოს ყველამ და მათ შორის ქალებმაც. ჩვენ შეგვიძლია, რომ ახლა მოვისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც დღეს ჩვენთან მსვლელობის დაწყებამდე გააკეთეს ქალებმა. იმისა, რომ პოლიტიკა საერთოდ არ იყო ჩემი ინტერესი, პოლიტიკა შემოვიდა ყოველ ადამიანის ოჯახში და ეს არის აუცილებელი, დღეს ყველა გარეთ გამოვიდა. ყველა ქალი, ყველა ადამიანი, ყველა სფერო ხელოვანი იქნება ეს თუ ხელოსანი. ყოველ მარშზე ეს იქნება ქალების თუ რეგიონების ერთი და იგივე მოთხოვნა. ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება და ქვეყანა დადგეს იმ თავარ კურსზე, რასაც ქვია ევროკავშირი, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენ საქართველოს 80%-ია უკვე გარეთ, ეს აღარ არის ის, რომ რაღაცა საეჭვოდ იყო, ვითხოვთ იმას, რომ ამ თავრობამ, რომელმაც ვერ დაგვითვალა ჯერ კიდევ, გამოვიდეს და კარგად დათვალოს, კარგად მოისმინოს. მე მიმაჩნია, რომ საქართველო არის ძლიერი და გმირი ქალების ქვეყანა, რასაც მეტყოლებს ჩვენი ისტორია და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აი ამ ჩვენს ბრძოლაში ქართველი ქალების როლი, გამძლეობა, როგორც ფიზიკური, ისე ყველანაირი გამძლეობა არის დღეს საჭირო. ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენი პირველი დამოუკიდებლობის დროს 1918 წელს ჩვენ გვყავდა პირველი პარლამენტარი ქალები ჩვენს პარლამენტში. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ქალების უფლებები მთელ სამყაროში ფაქტობრივად არ იყო დაცული და ქართველმა ქალებმა ეს მოახერხეს და შემდეგ მოხდა ცხადია ისე, რომ საბჭოთა რეჟიმს ემსხვერპლენ ეს ქალები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ისტორია, რომ ქართველი ქალები ოდითგანვე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. მუნიციპარი იყო ეს საზოგადოება სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი თვალსაზრისით, განსაკუთრებით პოლიტიკურად მუნიციპარი და აი დღეს მე ვხედავ ამას, რომ მნიშვნელოვნად აი გოლიათური ნაბიჯებით მიიწევს წინ შეგნება ადამიანებისა, მათი აზროვნება არა ვიწრო სარკმლიდან დანახული, არამედ ფართო საწიერიდან რა არის ქვეყნისთვის კარგი, არა მისთვის პირადად, არამედ დღეს რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, აი ამას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება. რა, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ერთობა და ყველანაირი რაღაცა ეს იდენტობის სხვადასხვა მარშები მნიშვნელოვანია, რომ იგრძნო, რომ ერთად ვართ ყველა და ქალების განსაკუთრებით ბევრი გვაერთიანებს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პატრიარქალური სისტემა ისევ არსებობს და ამის გარშემოც ვერთიანდებით და ამის პროგრესი, ამის მიმართულებით აუცილებელია, რომ ერთად ვიდგეთ და
რა თქმა უნდა ევროპისკენ რო ვიაროთ ყველანაირი შესაძლებლობებით და ერთად რო დგავართ თან ქალები არც გვეშინია ეხა ყველაზე უსაფრთხო თბილისში აქ დგომა არის ამიტომ ძალიან გვიხარია და რა მე ყველანაირად მგონია რომ ეს მარშები უნდა გაგრძელდეს რომ ეს შიში დავამარცხოთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქალთა მარში საქართველოსთვის კვლავ გრძელდება ჩვენ ახლა რუსთაველის გამზირზე ვართ და ხედავთ აქციის მონაწილეებს ქალებს რომლებიც შეიკრიბნენ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან და შემდგომ უკვე წამოვიდნენ მსვლელობით მარშით უკვე საქართველოს პარლამენტისკენ ხედავთ რომ მათ აქვს სხვადასხვა ბანერები რომლითაც უნდათ უთხრან ხელისუფლებას თავისი სათქმელი ისინი საუბრობენ იმაზე რომ არ სჯერათ ამ არჩევნების ისინი ამბობენ რომ მთავრობამ არალეგიტიმურად მოიპოვა ხმები და სწორედ ამიტომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და თქვენ ახლა გესმით კიდეც არჩევნების სკანდირებენ აქციის მონაწილეები ასევე ხედავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს და როგორც გითხარით საპროტესტო აქციაზე მოსულები არიან სხვადასხვა ასაკის ქალები და ასევე უნდა ითქვას ისიც რომ გარდა ქალებისა აქ იმყოფებიან ის კაცები რომლებიც გულშემატკივრობენ ქალებს ამ პროტესტში რომლებიც ეთანხმებიან მათ მოსაზრებებს რომლებიც დადიან საპროტესტო აქციებზე და საბოლოოდ თქვენ ხედავთ რომ ჩვენ ვართ ჯერჯერობით გაჩერებულები აქ რუსთაველის გამზირზე მაგრამ აი ამ წუთას სწორედ იძურება ეს მარში ქალთა საპროტესტო მარში რომელიც მიუყვება რუსთაველის გამზირს და საბოლოოდ ჩვენ მივალთ საქართველოს პარლამენტთან სადაც ასევე 7 საათზე დაიწყება მთავარი საპროტესტო აქცია რომელიც უკვე 28 დღეა მიმდინარეობს და იქ მისული ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და ამბობს რომ ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს ხელახალი არჩევნები გამოუშვას დაპატიმრებულები რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ასევე ისინი ამბობენ რომ აუცილებელია რომ გაგრძელდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებები და საბოლოოდ ახალგაზრდები და ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც თანხმდებიან ერთ რამეზე რომ აუცილებელია რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ მივემართებით აი ესე მსვლელობით ქალებთან ერთად მსვლელობით საქართველოს პარლამენტამდე გესმით შეძახილები ასევე გეტყვით იმასაც რომ გარდა ამ შეძახილებისა მანქანებიდანაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღეს აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სიგნალებით სხვადასხვა შეძახილებით და საბოლოოდ ჩვენ უკვე მივემართებით მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან სადაც აქციის მონაწილე ქალები რომლებიც შეიკრიბნენ ფილარმონიასთან უკვე შეუერთდებიან სწორედ იმ აქციის მონაწილეებს რომლებიც ახლად განან საქართველოს პარლამენტთან